მამარდაშვილი, ყოველდღე ვმუშაობ, რომ ნებისმიერ მომენტში მზად ვიყო. მამარდაშვილის დებიუტი. მამარდაშვილი, ყოველდღე ვმუშაობ, რომ ნებისმიერ მომენტში მზად ვიყო. გიორგი მამარდაშვილის ინტერვიუ ლივერპულის საიტთან, რომელშიც სხვადასხვა თემაზე საუბრობს. მატჩამდე ერთი დღე რჩება, მაგრამ ლივერპულმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ინგლისის ლიგის თასზე საუთჰემპტონთან მატჩში გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტი შედგება. წითლების ვებგვერდზე ქართველი მეკარის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც საუბრობს იმაზე, რომ ძალიან ბედნიერია მოახლოებული დებიუტით. ბევრი ვიშრომე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი დებიუტი შედგება, ჩემი პირველი ოფიციალური თამაში, ძალიან მიხარია. არ აქვს მნიშვნელობა ვითამაშებ თუ არა, მზად უნდა ვიყო. ამისთვის ყოველდღე ვმუშაობ. ლივერპულში არაერთი ვარსკვლავი თამაშობს, რაზეც მამარდაშვილი ამბობს, ნამდვილად კარგი ხალხია. ალისონი ძალიან მეხმარება გაუმჯობესებაში. როდესაც ბავშვი ვიყავი, ოცნებას ჰგავდა ისეთ ფეხბურთელებთან შეხვედრა, როგორებიც ალისონი, ვან დეიკი და სალაჰი არიან. ახლა მათთან ერთად ვარ და ძალიან მიხარია. გუნდში ბევრი ხარისხიანი მოთამაშეა. ეს მანამდეც ვიცოდი, მაგრამ რაც ვნახე, სიგიჟეა, ნამდვილად სიგიჟე. ინგლისის ლიგის თასის შესახებ ქართველი მეკარე ამბობს, რომ ლივერპულისთვის უმნიშვნელო ტურნირი არ არსებობს. ვფიქრობ, ყველა ტურნირი მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ. მამარდაშვილი 25 ნომრით იცავს ლივერპულის ღირსებას, როგორც წლების წინ ესპანელი მეკარე პეპე რეინა. რატომ 25? გიორგიმ თქვა, მამა ჩემიც მეკარე იყო, რომელიც 25 ნომრით თამაშობდა. ალბათ, ამ მემკვიდრეობას გავაგრძელებ. პეპეს ვილიარეალში შევხვდი, როდესაც მის წინააღმდეგ ვითამაშე. ის ძალიან კარგი ადამიანია და ასევე ძალიან კარგი მეკარე იყო. შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა პრესეზონზე ამხანაგურ მატჩებში ითამაშა, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრებში ჯერ ინგლისური გრანდის ღირსება არ დაუცავს. მან 7 ოფიციალური მატჩი სათადარიგოს კამზე გაატარა. ლივერპულმა მამარდაშვილი 2024 წლის ზაფხულში 35 მილიონი ევროთ შეიძინა, თუმცა გასული სეზონი იჯარით ვალენსიაში დატოვა და გიორგიც წითლებს 2025 წლის ზაფხულში შეუერთდა.